შუქი წავიდა და 15 წუთში ასე გავიმურეთ. რაჭაში სანთლის შუქზე ქეთიმ ერთი თამაში მოიფიქრა და ახლა თქვენც გასწავლით და აუცილებლად ითამაშეთ. ოთახიდან ყველა გავუშვით და კარგად გავმურეთ თებშები. ოთახში სათითაოდ შემოყვავდა მონაწილეები და ქეთი უსვამდა კითხვებს, რომელსაც გულწრფელად პასუხობდნენ. მაგრამ სანამ კითხვას დაუსვამდა, მონაწილეს აძლევდა გამურულ თეფს, თვითონ კი სუფთა თეფს იჭერდა ხელში. ყველა ოთახში შემოსულს ქეთიმ სთხოვა, რომ ზუსტად გაემეორებინა მისი მოძრაობები. როცა ქეთი ხელს უსვამდა თავის თეფს და შემდეგ სახეს ეხებოდა, ბავშვებიც იგივეს იმეორებდნენ. საიდუმლო კი ის იყო, რომ ქეთის სუფთა თეფში ეჭირა, ბავშვებს კი გამურული. ასე თამაშის განმავლობაში მონაწილეები ვერც კი მიხვდნენ, რომ სახეზე კვამლის ფენა ედებოდათ. ბოლოს კი როცა ყველა ერთად შეიკრიბა, აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა სახე მთლიანად გამურული ჰქონდა და ამასობაში შუქიც მოვიდა.